NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წევრები გამოეხმაურნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ორგანიზაციის კვლევას არ ენდობიან და ამბობენ, რომ NDI-ის კვლევის მეთოდოლოგია ყოველთვის ბუნდოვანი იყო. ლუის ნავაროს მიერ წლების მანძილზე ჩატარებული კვლევები ძალიან შორს იყო რეალობისგან. სამწუხაროდ მათი მეთოდოლოგია, მათი კვლევის საგანი იყო არაგამჭვირვალე შესაბამისად. მის მიმართ ჩვენ არასდროს არ ქონია ნდობა, ამას არაერთხელ ვაფიქსირებდი და მე ვიტყოდი, რომ საზოგადოების დიდ ნაწილსაც მის მიმართ ნდობა არ ქონდა. იმედი მაქვს, რომ ლუის ნავაროს წასვლასთან ერთად ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის პარალელში ამ ორგანიზაციის კვლევების მიმართ ნდობა იმატებს. ორგანიზაცია თვითონ ძალიან ძლიერი არის. ჩვენს პარტიას, ჩვენს კოალიციას მუდმივად აქვს საზოგადოების განწყობებზე პულსით ხელი დადებული, რათა მუდმივად ვიცოდეთ სად არის პოზიტიური, სად არის ნეგატიური შედეგები. იმ სისტემაში, სადაც მე მინისტრად მუშაობ, ამ ეტაპზე უხერხული არის მიღწევებზე საუბარი, თუმცა გამაკვირვა იმ კომენტარმა, რომ არაფერი არ შეცვლა. თუ ვინმე თვლის, რომ საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლა არაფერი არ არის, მე გამიჭირდება მასთან დისკუსიაში შესვლა. ნაციონალური მოძრაობის წევრები კი ამბობენ, რომ კვლევამ ქვეყნის უკუსვლა და სტაგნაცია წარმოაჩინა. ამ კვლევამ გამოაჩინა ნათლად, რომ ოცნების მთავრობამ უკვე 2 წელი ფუჭად დააკარგინა ქვეყანას. ყველა ძირითადი მიმართულებით არის უკუსვლა, გაზრდილია სიღარიბე, უფრო მეტი სამუშაო ადგილი დაიკარგა, ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა გაჩერებულია. მოსახლეობა ნათლად ხედავს, რომ ივანიშვილის მთავრობა, მისი გუნდი ფიქრობს მხოლოდ საკუთარ კორუფციულ ინტერესებზე, თავის ნათესავებზე, პრემიებზე და არაფერს აკეთებს ხალხზე და ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია, რაც კვლევაში გამოჩნდა, სიცრუის დიდ სტატმა ივანიშვილმა ვეღარ მოახერხა ხალხის კიდევ ერთხელ მოტყუება და ყველა მიცის, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავის შუშის სასახლეშია გამოკეტილი, მოვლენებს ნამდვილად ივანიშვილი მართავს რეალურად და მისი დანიშნული პაჟი არაფერ შუაშია ამ ყველაფერთან. მთლიანად შეგვიძლია ეს კვლევა შევადაროთ აი იმ განწყობებს, რომელიც იყო 2012 წელს არჩევნების მერე, როცა ძალიან მაღალი იყო მოლოდინი და ხალხი ელოდა თავისთვის მნიშვნელოვან საკითხებში მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, სიღარიბის შემცირებას, სამუშაო ადგილების გაჩენას და ასე შემდეგ. და ვნახოთ დღევანდელი კვლევა, სადაც ნათლად ჩანს სტაგნაცია, ყველა ძირითადი მიმართულებით, რომელიც ხალხს აინტერესებს და უპირველეს პრობლემებად ასახელებენ, ყველგან არის ან სტაგნაცია, ან გაუარესება. ეს არის სიღარიბის საკითხი, ეს არის სამუშაო ადგილების საკითხი, ეს არის კრიმინალის და მთლიანად ასეთი ტიპის კვლევები მე მგონი გამომაფხიზლებელი უნდა იყოს ხელისუფლებისთვის, მაგრამ 2 წელს განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამომფხიზლების ვერანაირ ნიშანს ვერ ხედავთ და ალბათ ვერც დავინახავთ. ერთადერთი გამოსავალი მაშინ, როცა ხალხის პრობლემები ასე ნიველირებულია და ყურადღება მიუქცეველია ხელისუფლებისგან, ერთადერთი გზა არის ხელისუფლების შეცვლა.